როგორ ირჩევენ სულები დედამიწაზე ინკარნაციას? ჯერ პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ აქ სულები, იმიტომ რომ დედამიწაზე არსებობენ სხვადასხვა სახის სულები. ძალიან ბევრნაირი, მაგრამ მოდი რამოდენიმე ჯგუფად გავყოთ, რომ უფრო გასაგები იყოს. ესენი არიან დედამიწური სულები და თავისუფალი სულები. თავისუფალი სული თავის მხრივ კიდე იყოფა ორ ჯგუფად. თავისუფალი სული შეიძლება იყოს ჩამოსული როგორც მოხალისე, ან როგორც ვიზიტორი. ამან შორის განსხვავება არის ის, რომ თავისუფალი სული ნიშნავს სულს, რომელიც არის უფრო მაღალი განზომილებებიდან მოსული სხვა პლანეტარული სისტემებიდან, რომელშიც ის განვითარდა უფრო მაღალ დონემდე, ვიდრე დედამიწა. ზოგადი განვითარება არის ამ ეტაპზე ადამიანებისა და ზოგადად დედამიწის ცნობიერების და თავისუფალი სული, რომელიც არის უბრალოდ ვიზიტორი, ამ სულს არანაირი დავალება მისი არ აქვს, ის მოდის უბრალოდ როგორც ვიზიტორი და თავისი კეთილინება არის, რას მოუტანს დედამიწას სასიკეთოს. შეუძლია არც არაფერი არ მოუტანოს და უბრალოდ მიიღოს გამოცდილება. რაც შეეხება მოხალისეს, მოხალისე მოდის გარკვეული დავალებით. ძირითადად ეს დავალება აბსოლუტურად ყველა მოხალისეს სულისთვის არის ერთი და იგივე. ეს არის უპირობო სიყვარულის მოტანა დედამიწაზე და ეს 154,000 მოხალისე თავისუფალი სული მოსული არის სწორედ ამისთვის. და მანამდე მოსული იყო ქრისტე ზუსტად ამ დავალებით. ქრისტე იყო უდიდესი ავატარი, რომელსაც სწორედ ეს დავალება ჰქონდა მოტანილი დედამიწაზე, რომ უპირობო სიყვარული ჩამოეტანა. იმიტომ რომ უპირობო სიყვარული არის ღმერთის მდგომარეობა. უპირობო სიყვარული ღმერთმა გვარგუნა იმისთვის, რომ გავიხსენოთ ის და არასდროს დაგვავიწყდეს. უპირობო სიყვარული არის თავად ღმერთი. და ვისაც ერთი წამით მაინც გამოგიცდიათ უპირობო სიყვარული, თქვენ გამოგიცდიათ ღმერთთან თანამყოფობა. ის რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ხოლმე მასთან ყოფნის თანამყოფობის განცდა, თორე ის ყოველთვის ჩვენთან არის. შესაბამისად, უპირობო სიყვარული ერთ-ერთი გზა არის აქედან გასვლისთვის. უბრალოდ რა თქმა უნდა გარდაცვალება არის გასვლის კარი, მაგრამ გულისხმობ ცნობიერების ამაღლებისთვის და მატრიცული სამყაროდან გასვლისთვის ერთ-ერთი გასაღები არის უპირობო სიყვარული. და ქრისტემაც სწორედ ამ დავალებით გადაწყვიტა, რომ ჩამოსულიყო დედამიწაზე. იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან დაბალი იყო ცნობიერება, ხალხი ერთმანეთს ხოცავდა და იყო განუკითხაობა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ქრისტიანობის შემდგომში განვითარებაც ადამიანებმა ერთმანეთის დასაპირისპირებლად გამოიყენეს და შემდგომ ქრისტიანები დაუპირისპირდნენ არა ქრისტიანებს, ზოგად ჭრილში რო ვისაუბრო და ადამიანების ცნობიერებამ იმის მაგივრად, რომ გლობალურად უპირობო სიყვარულში გადასულიყვნენ და ცნობიერება ემაღლებინათ, ქრისტეს მოვლენებაც გახადეს ბრძოლის და დაპირისპირების საგანი. რა თქმა უნდა, მან ძალიან ბევრ გულებში დატოვა სიყვარული და ასწავლა ძალიან ბევრ ადამიანს უპირობო სიყვარული და დაახლოვა ღმერთთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი, თუმცა იმ ეტაპზე მეტს ვერ გაიგებდნენ ადამიანები. შესაბამისად, ესეთი მცდელობები დედამიწის მსგავს პლანეტებზე ხშირად არის, როდესაც მოდიან ავატარები და მოაქვთ გარკვეული გაკვეთილები და ეს ყოველთვის ძირითადად არის უპირობო სიყვარული, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ღმერთი და ადამიანს სჭირდება მხოლოდ ღმერთის გახსენება თავის თავში, ამოცნობა თავის თავში მისი ნაწილობის, რომ მისი ნაწილი არის და გამთლიანება მასთან ემოციურად, მენტალურად და ენერგეტიკულად. შესაბამისად, უდიდესი ავატარები სწორედ ამისთვის მოდიან. შეიძლება დაწერონ უამრავი წიგნები, გვესაუბრონ ცნობიერებაზე, გონებაზე და სხვა ბევრ საკითხზე, მაგრამ ამ ყველაფრის მიზანი არის მხოლოდ უპირობო სიყვარული და ეს მოხალისე სულების არმია სწორედ ამ უპირობო სიყვარულს ატარებს, რომელიც დედამიწაზე აქვთ მოტანილი. შესაბამისად, ასეთი ადამიანები უბრალოდ მათი თანამყოფობაც კი ამ ენერგიას ასხივებს და ასე ხდება ადამიანების დედამიწური ადამიანების ცნობიერების ამაღლება.
ახლა რაც შეეხება როგორ ირჩევენ მოხალისე და თავისუფალი სულები, ანუ მოხალისე იქნება ეს თუ თავისუფალი სული, აქ მეტი არჩევანის საშუალება აქვთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კარმა არ განაპირობებს მათ ინკარნაციას და შეუძლიათ რომ აირჩიონ ჯანმრთელი სხეულები, ლამაზი სხეულები, ცოტა შეძლებული ოჯახები, თუმცა აქ საინტერესო არის ის, რომ თავისუფალი სულები ყოველთვის ირჩევენ უფრო რთულ ინკარნაციებს. გამომდინარე იქედან, რომ მათთვისაც საინტერესოა, ანუ მოხალისე სული მარტო იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოვიდა აქ სიყვარულის ჩამოსატანად, მან ასევე აქედან უნდა რომ გამოცდილება წაიღოს, იმიტომ რომ მოხალისე სულები ძირითადად არ არიან ზოგადად ინკარნირებულები, მათთვის ეს პირველი გამოცდილებაა დედამიწაზე და მათთვის ეს ძალიან საინტერესოა აქაურობა, ამიტომ გამოცდილების წაღებაც უნდათ და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო განსხვავებულ ოჯახებში იბადებიან, რომელიც მატერიალური თვალით შეიძლება იყოს შეფასებული როგორც ტოქსიკური გარემო, რაღაც რთული გარემო და ძირითადად ყველა მოხალისე სულისთვის ნაცნობია, როდესაც რაღაცა ძალიან რთულ პრობლემას ეწყდება ბავშვობიდანვე. ეს არის გამოცდილების ნაწილი და პარალელურად ეს ემსახურება იმას, რომ მოხალისე სულები მოდიან რთულ ოჯახებში, რთული კარმის ოჯახებში, დედამიწურ ოჯახებში, ძირითადად დედამიწურ სულებთან, რომ ასევე ეს ოჯახები განწმინდონ კარმით, გაასუფთავონ გვარი და ასე ვთქვათ, სიკეთე მოუტანონ კონკრეტულ ოჯახსაც. ამიტომ მოხალისე სულები თავად ირჩევენ თავიანთ გარემოს, თავიანთ მშობლებს, გარეგნობას, ქვეყანას, მათთვის არ არის შეზღუდვა, უბრალოდ ირჩევენ ძირითადად, არც თუ ისე თუ მატერიალურად შევხედავთ, არც თუ ისე სასიამოვნო გარემოს, მაგრამ მათ შეუძლიათ ამ გარემოში გადარჩენა, შეუძლიათ ამ გარემოში გახსენება, ვინ არიან და საიდან არიან და ამიტომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება თავისუფალ სულებს, არა მოხალისე სულებს, ისინი ბევრად უფრო კარგ სიტუაციებში მოდიან ხოლმე, უფრო შეძლებულ და უფრო კარგ ქვეყნებში, იმიტომ რომ მათ არ აქვთ რაიმე მისია მოსატანი, თუ მათი კეთილება იქნება რამეს გააკეთებენ სასიკეთოს, მაგრამ ძირითადად მოდიან გამოცდილებისთვის, რაც მას ნიშნავს, რომ ყველაფრის გამოც დაინტერესებთ, კარგი მოგზაურობისაც, კარგი ურთიერთობისაც, ოჯახისაც, მეგობრისაც, კარგი საჭმელიც, ყველაფერი. ამიტომ ძირითადად შეძლებულ და ესეთ გამართულ ქვეყნებში და ოჯახებში მოდიან ხოლმე. რაც შეეხება დედამიწური სულების ინკარნაციას, დედამიწური სულების ინკარნაცია უკვე განსაზღვრული არის კარმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დედამიწური სული ნიშნავს სულს, რომელიც დედამიწასთან ერთად ევოლუციონირებს და შეგვიძლია შევადაროთ სკოლას, ხო? ბავშვები, თქვათ, ცხოვრებიდან ცხოვრებაში ქრონოლოგიურად კლასიდან კლასში გადადის ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს პირობითი შედარება არის, იმიტომ რომ არც 11 კლასია და 12, ხო? აქ და არც სული ინკარნირებს 12 ჯერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედარებისთვის ანალოგი რომ მოვიყვანო, დაახლოებით ამას გავს. ამიტომ შემდეგ კლასში როცა გადადის სული, ანუ ისევ უნდა ინკარნირდეს, ხო? როგორ სკოლაში, როგორ საკლასო ოთახში, როგორ მერხთან მოხდება, ეს იმაზეა დამოკიდებული წინა კლასის გამოსაშვები გამოცდები, როგორ ჩააბარა. რამდენად იყო ჩაღა და ასევე რა გაკვეთილები დარჩა სასწავლი. წინა კლასში შეიძლება რაღაც გაკვეთილები ჩარჩა, ვერ ჩააბარა და ახლა უფრო დამატებით საგნების გავლა უწევდეს, ანუ უფრო რთული ცხოვრება ერგოს. შესაბამისად, დედამიწური სულები დიდად ვერ ირჩევენ, ანუ კარმული ქულების დაგროვებით ხდება ინკარნაცია. თუმცა დედამიწურ სულებსაც ნებისმიერ დროს აქვთ ინკარნაციიდან გასვლის უფლება და საშუალება. უბრალოდ თვითონ დედამიწური სულები ამას არ ირჩევენ ხშირად, იმიტომ რომ უნდათ ხოლმე რომ ევოლუციონირების, ასე ვთქვათ, ხაზზე, უბრალოდ სპირალზე, მთლიანად გაიარონ ეს ციკლი, ევოლუციონირდნენ, გაიზარდონ და თავიანთი მაქსიმალური პოტენციალის რეალიზებას მიაღწიონ სულის დონეზე ვსაუბრობ. ამიტომ როგორც წესი შუა სკოლაში არ წყვეტავენ ხოლმე სწავლას და ინკარნირებებს და მაინც ბოლომდე მიყვებიან ხოლმე.
შესაბამისად, დედამიწურის სული უფრო შეზღუდული არის არჩევანში. შეიძლება დედამიწურის სული და მოხალისე სული ერთ და იგივე პირობებში მოვიდეს, მაგალითად ერთ და იგივე ოჯახში, მაგრამ თქვათ რთული ოჯახია, მაგრამ დედამიწურის სულს ექნებოდა შეზღუდვა და მოხვდებოდა ავტომატურად სხვა ვარიანტი არ ექნებოდა, ძალიან მწირი რაოდენობის არჩევანი ექნებოდა, დაახლოებით ერთ და იგივე მსგავს ვარიანტებში, ხოლო მოხალისე სულის შემთხვევაში იგივე პირობები, იგივე ქვეყანა და ოჯახი იქნება თავისი არჩევანი გააზრებული სულის მდგომარეობიდან იმ გამოცდილებისთვის, რომლის წაღებაც უნდა და იმ მისიისთვის, რომელიც მოტანილი აქვს. შესაბამისად, სხვადასხვა სულების ინკარნაცია ძალიან განსხვავდება. ასევე მოხალისე სულები, როგორც თქვი, არ ინკარნირებენ ხშირად ასეთ პლანეტებზე და მათთვის ერთად პირველი ინკარნაცია ხოლმე და ამიტომ ირჩევენ ხოლმე ცოტა რთულ ოჯახებს, რომ მაქსიმალურად ყველანაირი ბექგრაუნდი ნახონ, გამოცადონ, გაიარონ, თავიანთი თვალით ნახონ, როგორ უჭერს ადამიანებს, როგორ მენტალურად ცუდად არიან, თუ ფიზიკურად ცუდად არიან და როგორი რთული ფიქრები აქვთ, როგორი ტოქსიკური პატერნები აქვთ ადამიანებს, რა სტრესები აქვთ, რა გამოწვევები აქვთ. ამიტომ ეს მოხალისე სულს თვითონ აინტერესებს და ამიტომ მოდის ხოლმე ასეთ პირობებში. მოხალისე სულები შემდეგ აღარიბადებიან ასეთ პლანეტებზე. რაღაცა ხა დროის მერე, დროც ძალიან პირობითია, თუ კიდე რაღაც ახალი პროექტი მოითხოვს, როგორც ახლა დედამიწაზე ეს პროექტი მოითხოვს ამ მოხალისე სულების ჩამოსვლას და მათი ნება იქნება, შეიძლება კიდევ ინკარნირდნენ, მაგრამ მოხალისე სულები დიდად არ დადიან მატერიალურ პლანეტებზე და ეს ასე ვთქვათ ვიზიტორის კუთხითაც ძალიან მცირე რაოდენობის მაღალვიბრაციული სულები შემოდიან ხოლმე, იმიტომ რომ მოხალისე სულებმა, მაღალვიბრაციულმა სულებმა იციან, რომ ესეთი პლანეტები, როგორც არის დედამიწა, ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ ძალიან ილუზორულია, ძალიან მყარია და ამ ილუზიებში გახვევა ძალიან ადვილია და ამიტომ ხშირად არ ირჩევენ ხოლმე თუნდაც თავისუფალ ვიზიტორებად მოსვლასაც. ამას მხოლოდ ძალიან გამოცდილი და მაღალვიბრაციული სულები ირჩევენ, რომლებიც დარწმუნებულები არიან, ესეც ცოტა სასაცილოა, ესე რომ ვთქვათ, რომ სული რაღაცაში დარწმუნებულია, მაგრამ რო გრძნობენ, რომ ამ თამაში არ დაიკარგებიან და ნამდვილად შეძლებენ, რომ გაწუდნენ და ის გამოცდილება მიიღონ, რაც მათ აინტერესებს. ამიტომ ძალიან ცოტა სულები იბადებიან რეალურად მაღალვიბრაციული სულები უბრალოდ ვიზიტორებად, აი ძალიან ცოტა არიან, 1%-ზე ცოტა არიან მთლიან მოსახლეობაში.